ინფანტილურობას ახასიათებს რიტუალიზაცია. ინფანტილური ადამიანების უმრავლესობა არის რიტუალური აზროვნების. ნებისმიერი რიტუალი დაწყებული ეს დილით, უცბად ყავა, სიგარეტით დაწყებული რელიგიური რიტუალებით დამთავრებული. მე ახლა მესმის რამდენად სახიფათოა ის მე რაც ვთქვი. მე არ ვამბობ იმას, რომ რელიგიური ადამიანები არიან ინფანტილურები. მე ვამბობ, რომ ინფანტილურ ადამიანებს ახასიათებთ რიტუალიზება ყველაფრის, მათ შორის სულიერების მიჯაჭვობის ფორმაა, ადიქციის ერთ-ერთი ფორმაა. თავარი იმეორებს. რაც კონტროლის ილუზიის მექანიზმი ალბათ რეალობაზე, რომ მე რაღაცა განმეორების თუ ვაკეთებ, ეს იგი რაღაცა ილუზია მაქვს კონტროლის ცხოვრებაზე. განმეორებადი ქცევები ეს დევს ადამიანის გენეტიკაში ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სახით გამოვლენილია მწვავე ფორმით. როდესაც ზღვარს გადავა. როდესაც ხო აი რაღაცა არის, რაც ამის იქით უკვე ეს არის როგორც ავადმყოფობა. გახსოვთ ერთ-ერთ ფილმზე, სადაც ჯეკ ნიკოლსონი მარტო თეთრ უჯრედებზე რო დადის და ერთი და იგივე კაფეში მიდის და სულ ერთი და იგივე ოფიციანტი ხალი უნდა ემსახურებოდეს და ის გოგო რო აღარ მოვა, იმას ითხოვს, იმას ეძებს და მთელი ფილმი ამაზეა აგებული. ეს ობსესიურ-კომპულსიური. ანუ ერთ განმეორებადი მსგავსი მოქმედება. ჩვევების ხო იგივე მექანიზმით ხდება. იგივე, კი. და აი ეს მოთხოვნილება, რომ იყოს განმეორებადი. აი ყოველ წელს აღნიშნავთ ახალ წელს, კი ბატონო, ძალიან კარგი, რა. ეს რა ობსესიურ-კომპულსიურია, ეს განმეორებადია, რიტუალიზება. ხო? რა მოხდა ერთი წრე დავარტყით მზეს. არაფერი.